მე ვიცი ამ უღამე პოდკასტებს და გინდა subscribe 1 მილიონს რომ გაცდეს ხო და წარმატებებს უსურვებ ბევრს უნიჭიერეს მომღერალ და თვით თორნიკეს აგია ყველაფერს მისი დრო აქვს დროს აქვს თავისი წესი მაშინ გამოდის არასორ თვითფრინავში ვიჯექი და ტყუილად მომიწია ყოფნა საპრობილეში დაიძრა თვალი და მწარედინება და ამხილა დინება საიდან ყველაფერს გაუძლებ კაცი ამ ცხოვრების ბოლო მერმარა გაძლება საიდან გქონდით რომ გინდოდეს რაიმეს გატანა ყველაფერს იზამ და გაიდან რომ გინდოდეს იზამ და გაიდან შენთან მინდა საღამოზე უპოსტო ემხნეობა როცა ვერ მეღო არ ვიცი ერას ნიშნავს და ამით როგორ გამაოცე ყველასევ დამეზიზღება მე რამა ჩემი ფარა დამარწმუნე შენთან მინდა საღამოზე უპოსტო ემხნეობა როცა ვერ მეღო ჩემი ძალა აბა ხმა არის აქ ხო всё მგონი რომ რაღაცა შენთან არის. მოიცა ეს კანება შენთან არ არის. შენი არ არის დაიცა კანება. მე ხო დავიტანჯე იმინა რა. აბა ისაუბრე 1 2 და 3. კი ბატონო, სანამ ეს თემები იქნება, ესე იგი ხმა შედის და რო აღარ იქნება, აღარ შედის. ჩაარტყი. როგორ ახარ? კარგად, თავად როგორ გიგით? გაიხარე, შოტიკოთი ვსაუბრობთ თუ ბლოუ-ოფი თუ გამაგებინე რა დაგიძახო ბოლო. მოიცა სანამ გამაგებინებ არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, ტოკაფე დაბრუნდა, ტოკაფე აქ არის და ტრებიჟინაზე სულ აქ ვიქნები, ხან მიკროფონი ფუჭდება, ხან ისეთი შეება, ხან ესეთი შეება, მაგრამ არ ვეპუები, მაინც ვაკეთებ ყველაფერს რაც საჭიროა. ეხლა დავაი გამოუშვი შენ. აუცილებლად გამოიწერეთ პირველ რიგში არხი, იმიტომ რომ ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს. თავიდანვე აღნიშნავ იმას, რომ პირველი სტუმრობა მაქვს მთელს ჩემს კარიერაში. პოდკასტში? კი, პოდკასტში და ზოგადად მაშინ 10 მაგათკეთილი იყო შენები. კენაცვალე. ბოლნისიდან. ბოლნისიდან ჯერ ხალხი არ მყოლი. ბოლნისიდან მე და ჩემი ძმა ჯეფო ვართ. დღეს მარტო ვარ, მაგრამ ნიჩეო. არა უშავს. ფარველი ანგლოზი ხო თანადაკვება ხო? აუცილებლად. პირდაპირ და გაატაცმლობითაც. ხო ის აპლოდისმენტები დაუქარით, აბა გოგონებო, აბა, წავიდე, ხმა გაგოგონეთ. მიდი, წავიდე. რო ხალხი გვესწრება რომ ნახოთ რა, ესე კი არ არის. მოკლედ, ჩემი სახელი BL-OF, იგივე რაც ბალუ ოფიციალურად. ოღონდ ხმოვნების გარეშე რა თქმა უნდა. ხო, რა მეთქი ბლოუ-ოფი თუ როგორ უნდა წავიკითხო. მე ხო ის როგორც 90-იანების კაცი ცოტა მიჭირს ეგეთი რაღაცები. ზოგისთვის ბლოუ, ზოგისთვის ბალუ, ზოგისთვის BL-OF და ასე და ასე. მაგრამ თუმცა ბალუ და მორჩა. ანუ აი კონცერტ რო გამოდიხარ, რეპნეიმი ბალუ, ესე აცხადებს. კი ბატონო. ალბათ უფრო ხასიათიდან მომდინარეობს რა, ეხა მაინც და მაინც რო გითხრა აღნაგობა მაქვს მეთქი რაღაცე დათვისებრი არა, მაგრამ ხასიათი ეგ ისეც არ ახავ ლანდი გაგდიოდეს, ეგეც არ ახავ აღიარეთ. ის რომ ჩემი ხიფის გადავკიდე, მაგრამ მაინც. კი, მართალი ხარ. ისა სიტუაცია როგორ მოგწონს პოდკასტურ თემაში, პირველია რო აღნიშნა. რაც მთავარია, შინაურულად ვარ, ეგეთი. ყველაზე მეტად ეგ მიხარია, კი. მე ის რომ კომპლექსები რამე არ მაქვს არანაირი, აი მოხსნილი მაქვს. ანუ კომპლექსო კაცი ხარ? ნუ მთლად ეგრეს არა რაღაცა იუმორი ხო არ აქვს ახალგაზრდებს ხო არ აქვს იუმორი არანაირად პირიქით იუმორს მივესალმები
ყველა საქმეში აბსოლუტურად. სხვა დანარჩენი ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა და დავამატო, რომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ ამოუდგეთ ერთმანეთს მხარში. აი ეგ საჭიროა კი. მადლობელი ვარ პირველ რიგში, რომ მხარში ამომიდექი. ნუ ეხა ამ გადაცემის შემდეგ არიან ხალხი, რა თქმა უნდა, ვინც არ მიცნობდა აქამდე, მიუხედავად იმის, რომ 13 წელია საქმეში ვარ და მართლა? კი, 13 წელია და ძალიან ბევრი ტრენდული სიმღერის უკან მდგავარ, როგორც რეჟისორი. ანუ ეხა ბიტმეიკერობას ვერ დავიბრალებ, რა თქმა უნდა, არ არის ჩემი საქმე, მაგრამ რეჟისურა ჩემი საქმე არის. შემიძლია ნებისმიერ ასპექტში გავყვე ნებისმიერს, თუ რა თქმა უნდა ნიჭი დავინახე ადამიანში. აი ნიჭის ნაპერწკალი რა, ასე ვთქვა და 13 წელი. კი ბატონო. ვა. ესე იგი old school-ათაც შეიძლება რაღაც მომენტში ჩაითვალო, ესე იგი რა, რომ 13 წელი ახლა პატარა ამბავი არ არის. New school-ს ვაკეთებ ძირითადად, ეს ბოლო წლებია, მაგრამ ვთვლი რომ მელომანი ვარ, აი იმიტომ რომ old school-საც ვერ ვანებებ თავს. არა, old school-ი მაინც ხო რა, აი old school-ია. სისხლშია რა რაღაცნაირად. როგორც მე ახლა ეს ყოფილი რეპერი და ყოფილი არასებსო, მაინც რეპის გარშე მოვტრიალებ და მაინც ამ თემაში ვარ. არა, ეს განებება შეუძლებელია. ხო, შანსი არ არის. კაი წევლები რო ამბობთ ხოლმე, რომ აი მინდა დავანებო, მაგრამ ვერ ვანებებ. არ მესმის ჩემთვის რა არის, მაგრამ ჩემთვის ესაა რომ ვერ ვანებებ. ზუსტად კი. ლომკა აქ რაღაცნაირი რა, რეპს ასე ვთქვათ. კაი, მოდი ახლა 13 წელი ვახსენე და ზოგადად როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში დაუშვათ აი პირველი რომელ რეპერს მოусმინე, დაუშვათ თუპაკი იყო, სტუპი იყო, ემინემი იყო, კაბუ იყო, რა ვიცი, საიდან დაიწყო ვაფშე ეს ინსპირაცია საიდან? დაახლოებით 12 წლის ვიყავი, ალბათ. აი ეს Sony Ericsson-ები იყო ხოლმე კარვაასები რა, ახალი გამოსული, ჩემ ბიძაშვილმა დაითრია და მაგაში კონდა Not Afraid. ეს ემინემის რა, ხო და მაგას რო ყურსასმენში თან მაგარი ყურსასმენი ქონდა ამ Sony Ericsson-ს და რო გაუშვებდი ხოლმე და ტელეფონს მეხვეწებოდა რა, რომ მომეციო უკან ვარ და აი ვატრიალებდი და ვატრიალებდი. მე თქვი როგორ აკეთებს მაო ეს ესეთ რაღაცას რა. ანუ პირველი ტრეკი იყო რაც მოусმინე ზოგადად, ხო? აი ზუსტად ის რაც ჩემს ხასიათში ჯდებოდა პირველი, მაგრამ არა მთელი ბავშვობა მაქვს და რა თქმა უნდა მოზდილობა შავი პრინცზე გატარებული და თენთენზე, აი თენთენზე, არ ვიცი. ნახე თენთენა ჩემთან. კი, ნახე, მაგას არ გამომაზავდი, შანსი არისო. თენთენაც ნახარ, ხო იცი, კიდე გელოდები რომ გარეპო აქ რა მაგ თემაში რა უკვე რა. დიდი სიამოვნებით, კიდევ ერთხელ გიხილავ გადაცემაში. ხო და თენთენი ჯუჯები ყავდა ამ წინებზე. ჯუჯების ინსპირაცია შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ რომ კი ვუსმენდი ხოლმე და თან ძალიან სიამოვნებდა როცა ვუსმენდი. შავი პრინცი ახლა თუ ვინმეს არ სიამოვნებს, რა ვიცი, მაო გადააგდე ტელეფონი, დაანებე ვაფშე ყველაფრის მოსმენას თავი თუ შავი პრინცი საქართველოში რეპი ეგრე იწყება რა, მაგით იწყება ახლა. ვინც არის ის არ ამგონე ვინმე მარიცოდეს ზოგადად, მაგრამ რა ვიცი, ეგრეა. ხო და სანამ რეპს გავაკეთებდი, მანამდე დავიწყე ლექსით. აი ლექსების წერა. ვაფშე შეიძლება ლექსენი თუ რაღაც ისე დაიწყოს რა ლექსი. არა, ლექსენია, ლექსებით დავიწყე რა. ლექსენსაც ვუსმენდი კაც რაღაც პერიოდი. თუ დაგვაფინანსებთ, ვიტყვით ვინახართ რა. კი ბატონო. რაღაცა შავის ასმელია, რა ვიცი რა არის ახლა. ტალახიანი წყალია ჯერჯერობით თქვენთვის, სანამ დაფინანსდება და თუ დაფინანსდება. ხო და რაც არ უნდა არარეალური იყოს, პირველი ლექსი დავწერე, მეორე კლასელი ვიყავი. რატო? პირიქით მაგ შვებში უფრო არის რომ რაღაცა ბავშვურის ან სიყვარული ან რაღაცა ისეთი, რა ვიცი. ხო აი 7 წლისამ დავწერე პირველი ლექსი და მე სადღაც 3 ნაწილიანი პოემა მქონდა, მახსოვს 12 წლის ასაკში 3 ნაწილი დავწერე, კი. 37 სტროფიანი, ერთი ნაწილი იყო, 37 სტროფი, არ მაქვს, არსად არ გამომიქვეყნებია, ისტორია დავწერე 2 წყვილის. ასე ვთქვათ, გარეშემო სად რა ხდებოდა. რას კითხულობდი ბავშვობაში ამისას, რომ ეგრევე პოემები დაიწყე. ნუ მე როგორ შოთა? მაგრამ არა რუსთაველი ეგ თემა. პოლისელი შოთა პოლისელი. თამლინზე ხوارდა ვაწერო. შოთა პოლისელი. წარმოშობით მანისიდან მივესალმები დვანის ასევე ბოლნის მიყვარხარ გულში ხართ. ბოლნისში გავიზარდე და მაკაურობა ძალიან მიყვარს, ასე ვთქვათ. რა,
ეგრეა. ბოლნისის რაიონში გავიზარდე. ერთ პატარა დაბაში ვცხოვრობ, სადაც ყველას იცნობს. ისე ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება დავშენ მუსიკისკენ თუ როგორ? მამა ჩემი არის მომღერალი, დედა ჩემი არის ქორეოგრაფი. ანუ ჩემ სახში ტრიალებს აბსოლუტურად ბავშვობიდან მოყოლებული. აბა მამაზე მითხარი ერთი რა სტილშია? ფანოხშია ეგ. ანუ დაახლოებით ჩემსკენ არის რა, ხა რესტორნები, თემები, რესტორნის ამბები რაღაც აქეთ-იქ. ევასება, თან დოლზე უკრავს და ევასება და ეხა მე მამას მივესალმები განსაკუთრებით. მივესალმებით მამას. ხო და ეს დოლი რაღაცეები რო არ მიზიდავდა, თან უფრო მიზიდავდა რა, დოლის განვითარებული ვერსია. დრამი მიზიდავდა რა, ეს უფრო ბასი რაღაცა აქეთ-იქ. რატო ეხა სუხიშვილებმა ასაბარტი რო გააკეთეს, დოლიც იყო, დრამიც იყო, თანამედროვე თემაში რო გააკეთეს, ძალიან მაგარი. ხო, მე მაგდეს ვერ გაჩავ ეხა, არ ვიცი. არა, ხო, არა, ზოგადად ვამბობ თორე ეხა. არც იმას ვაკრინებთ, არც ამას ვაკრინებთ. ქართული ყველაფერი კაია და იცვლება ტექნოლოგია, იცვლება დროება. როგორ არის TikTok-ზე ტექნოლოგიით? ტექნოლოგია. იცვლება ტექნოლოგია და ასე. TikTok-ის მოყვარული ხარ თუ უფრო მოყვარული არა. მოყვარული არა ვარ. ზოგადად სოციალური TikTok-ერობენ იმინა რა. იმას კი არ მომბ ლალარი და მეხმარება, რო TikTok-ერობენ. არა, დაჟე. დღეს ყველა ეგრეა, ხო იცი? ლალარო. ლაივებში რო გავდივარ ხოლმე, დაჟე იმისთვის გავდივარ, რომ მეთქი ჩემს მსმენელს მოვენატრებოდი რა, აი, დამინახოს, რო ცოცხალი ვარ. რამდენი 1000 გამოწერი ყავს TikTok-ს? 7000 რაღაცა მყავს. შვენიერი. ბევრი არაფერი. უფრო საქმისთვის ვიყენებ რა, როგორც Facebook-ს, ისე TikTok-ს, როგორც YouTube-ს ვიყენებ, ისე ვიყენებ სხვა დანარჩენს. TikTok-ზე რამდენი ყავს? TikTok-ზე მყავს 7000. TikTok-ზე არ ბოდიში YouTube-ზე. YouTube-ზე მყავს 6900 რაღაცა. 6000, ნუ რა თქმა უნდა, ლინკი იქნება აღწერაში. კი ბატონო. შენი არხის და კიდე რასაც მეტყვი რა ვიცი, Instagram-ი იქნება, Facebook-ი იქნება, რაც იქნება, გადადით, გაჩეკეთ, ნახეთ. ძალიან საინტერესო ისა აქვს, რა ქვია, ხმა, ასე ვთქვათ, ვოკალი, იმიტომ რომ მე რომ მოვისმინე ხა არის რომ შეიძლება კი ავტოტიუნით გააკეთო, ვოკოდერით გააკეთო, მაგრამ ზოგს უხდება, ზოგს არ უხდება, ასე ვთქვათ, რა, მაინც ზოგი. აი კირამი არის კიდე რომელიც მაგ თემაში აკეთებს, ძალიან კაი ბავშვია, ნუ ჩემთან შეიძლება ბავშვია ხა. წლების ამბავში ავწერ რამდენად მოგწონს, რამდენად უსმენ, მაგრამ რასაც უსმენ, თან თავის პროდიუსინგითა ყველაფერი როგორც ვიცი, აწყობა ყველაფერი და თუ მეწვევი პოდკასტში, სხვადასხვა ბევრი მწერსო კირამი რომ მოვიწვევ, კაი იქნებოდა. როგორც ვიცი, თბილისში ხშირად არ არის, თუ არ ვიცი როგორც არის, მოკლედ გელოდები თუ დამოკავშირებული. თუ ვარსდები ბათუმშია რა, ბათუმში ხო. გურული არის როგორც ვიცი და არ ვიცი ბათუმშია, გურიაში, სადაც ახალ ჩამოდი, გიმასპიძლებ. ხო და ძალიან გადაუხვედე, მოკლედ ძალიან კაი ვოკალი გაქვს რა, ეხა დღეს რასაც მოისმენთ აქ, ეს ყველაფერი არის დაუმუშავებელი, ცოცხალი და ესე პირდაპირ ჩაწერილი, ანუ ვოკოდერების, ავტოტიუნების, ბალანსის ყველაფრის გარშე, რომ ეს ცოცხალი ხმა რაც არის, მაგრამ ის ჩანაწერი მაინც სხვა თემა არის ხა რომ უსმენ რა. ხო, ჩანაწერს იქ პლუს კომპრესორი ედება, ზოგს ვაფშე კომპრესორი იმდენ შვება რა, რომ ზოგს კომპრესორს რო დაადებ, გონია რომ ავტოტუნი დაადე რა. ანუ იმდენ ცვლის რაღაც ჟღერადობაში, მით უმეტეს როდესაც ვოკალზე მუშაობდა. ეხა მე ძირითადად რადგან ვოკალზე მუშაობდა, ეს სტილიც ცოტა უფრო მოვირგერო ვოკალური გავაკეთო. უფრო გონიათ ხოლმე რომ ავტოტუნს მაინც და მაინც ვიყენებ, მაგრამ ავტოტუნს ვიყენებ ერთია, მაგრამ რამდენს ვიყენებ ეგ კიდე მეორე. აი უყურე, ხო, ყველაფერი არის შედარებითი, მაგალითად, რაღაც მეუცხოება რომ ის რომ ყურსას მე ვარ მიკეთებ, სულ აი მაშინ მესმის ხომ, ეხლა რასაც წერდი ხომ და რაღაც ეს მგონი არ წერდი ჩემ ხმას. იმისე, T-Pain-იც იყენებს მაგას, მაგალითად Lil Wayne-იც და ეხლა T-Pain-ს ისი აქვს რომ ვოკოდერის გარშე და ავტოტიუნის გარშე მაგალითად ვერ წარმოგიდგენია რომ T-Pain-ის ვეშები ვაფშე მოусმინო რა. აი წარმოიდგინე T-Pain-ი რასაც იყენებს. ხო. მაგ T-Pain-ს მე ვიყენებ. ანუ T-Pain-ს იყენებს ბა. ანუ ხდები, როგორი მომენტია, იცი? ტიპს რა სახელიც ქვია რა? ანუ მაგის ავტოტიუნი არის. მაგისი ავტოტუნი არის რა და T-Pain-ი ხო T-Pain-ს იყენებს, მაგას იყენებს უეჭველი, იმიტომ რომ მომისმენია სხვა შანსი არ არის და მაგ T-Pain-ს ვიყენებ მეც რა. ტიპი იმ დონეზე იყენებს, ესე იგი რომ მაგის სახელობის ის აი ზუსტად ხო რა, დაახლოებით. თან სხვადასხვა ზნელი საშუალებია ეგ პლაგინი. სხვადასხვა მახსოვს. აროს მოვიკითხავ, მაგასთან სტუდიაში არო MC, მაგასთან სტუდიაში დავდიოდი ხოლმე და რაღაცებს რო ვეკრეოდი ხოლმე იმ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლოს, ავტოტიუნებს რომ მიდევდა ხოლმე T-Pain-ის ავტოტიუნი დაგიდოდა, ესე იგი ეგ თემა იყო რა, T-Pain-ი, ძალიან ხარისხიანი ავტოტუნია.
მით უმეტეს თუ რაღაცეებს წაახმარ განსაკუთრებულად მაგარი ხარისხი გამოდის. უნდა იცოდეს ზოგადად რა, თორე ეხლა მაგალითად დივერსანტებს მოვიკითხავ. დივერსანტებს შანავა დავითა, მაგალითად Skype-ის მიკროფონები დაემებთ, ისე აკეთებდნენ ბიჭები და ისე აბალანსებდნენ ხოლმე შეგონი 90-იანებში, რომ აეხლაც რომ მოусმინო, ვიტყვი რომ რა ბალანსია უხდები, ანუ როცა იცის ხმის ინჟინერია და ამბავი ასწორებს რა. რეჟისორზე ბევრია დამოკიდებული, აი ზედმეტად ბევრია დამოკიდებული რეჟისორზე, იმიტომ რომ შეიძლება ეხა მე მქონია რა რაღაც ესეთი პრაქტიკაში მქონია ესეთი რაღაც რომ აი ჩართავ აცდენა აქვს. ანუ თვითონ მომღერალსაც არ მოწონს. აცდენა რო აქვს. რაღაცა არ მომწონს ის. დაანებებს თავს ხო? ხო და ანუ ვოკალი ავიღე, მე ხო მივხვდი იქ რომ აცდენა აქვს. ეხა ის ბექი რომელიც რაღაც სამი ტაქტით იქითადევს უკან უნდა ეროს. ამას ხო ხვდები მე თვითონ როცა რეჟისორი უსმენდა. შემიძლია გადავიტანო იქ ეფექტი მივცე, ეკო მივცე, ჩავანაცვლო, გავალამაზო და ან ბევრია დამოკიდებული რა, გარეხმები, ბექგრაუნდები, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და ეგ ძალიან ბევრ რაღაცას შვება რა, წვიტავს. ჩემი გამომწერებისთვის მაგ ძალიან კარგი სიახლე, მალე გაიხსნება ასეთი სტრაფიკების ობიექტი K-Bu, რომელიც არის ბრგვალბახტან ბარნოვზე, ამონათდება ხა ლოგო და შეგიძლიათ ხოლმე მიხვიდეთ ჩემი პრომოკოდით თოკაფეთი და რა თქმა უნდა თქვენ გეკნებათ ამ ყველაფერზე ფასდაკლება დანარჩენ ინფორმაციას პერიოდულად დაუძლებად მოგაწოდებთ. მაგიტოა რომ Skype-ის მიკროფონით რაც აქვს გაკეთებული გამანდას იმაზე ხარისხიანია ვიდრე შეიძლება ვიღაცამ სერიოზული არც არაფერი აი რო უსმენ იმინა აი ძველ ტრეკებს განსაკუთრებით რა იტყვი რომ აი მალადეც რა ეგ პრობლემა თუ პრობლემას თუ დავარქმევთ ეგ პრობლემა 90-იანებში მით უმეტეს იყო და 2000-იანებში მაგრამ დღესდღეობით ნაკლებ პრობლემას არ მოადგენს ასე ვთქვათ და რაც კიდე გასაკვირია რა ყველა ვცდილობდით მაშინ რომ ეხა საშუალებას არ იყო მაშინ იმდენი რომ ეხა სტუდიებში გეულო და სახში გაეკეთებინა რა მე იყო ის თემა რომ ყველამ ასე თუ ისე დაიწყეს სტუდიებში ჩაწერები და ეხლა კიდე ისე ტენდენცია წამოვიდა რომ ყველა ისევ ჩარჩობს რომ სახში კონდეს home studio-ის ფონჩი რომ თავისთვის წერონ რა ყველაფერი იცვლება ესე რა ეგეც უკვე გარკვეული მიზეზია რა მაგისიც მე ასე ვფიქრობ იმიტომ რომ ხალხს იმდენად აღარ დაგვჭირდა რომ აი ამ ყოველდღიურობაში რო ვართ ჩართულები გვირჩევნია სახში კონდეს რომ აი ეს ნახევარი საათი ჩვენ საყვარელ საქმეს იქვე დავუთმოთ. დღეს საერთოდ არაფერი თბილისში ჩამოსვლა ესე ზოგადად საქმე არ ქონდა. ხო, პოდკასტის ჩამოხვედი. ხო და კაკრასაი დრო ვახსენე განსაკუთრებით მადლობა მაგისთვის. აი ჩემი ხელი, რომ ჩამოხვედი. აი ეგეთი რაღაცები საერთოდ დასაფასებელია და არ მოვიწყდება ხოლმე არასოდეს, იმიტომ რომ ხშირად ვახსენებ ხოლმე რომ ზოგი ორნაბიძია აქვე. ხო. და ხო აი მოვალ და გავიდა სამი თვე და აღარ მინდა, ნუ გამოხო. მე ის მინდა რომ იმ წუთაზე ხა შეიძლება ერთი კვირა ვერ მოიცალო, აი ორი კვირა ვერ მოიცალო, მაგრამ სამი თვე ვერ მოიცალე უკვე ტრუხაპონდია რა. ეგ უკვე მიზეზია რა. ხო და მითხარი დაუშვათ არ მინდა და ეგ უფრო ჯიგრულია რა, რომ აი არ მინდა მოვიდე მაგალითად შენთან პოდკასტში რა. რა თქმა უნდა. უარ ვაძალებ იმეს. თუ ვინმეს რამე არ უნდა? არა და აქ რო არ მოხალ კაცი რა. აბა შენც არ მოვიდგე. ანუ რავი, სად უნდა წახვიდე? სადღაუნა მიხვიდე. მე ვერ ხვდები რა ვიცი. აზრი არა ვარ. შენ იცი რა მითხარი? აბა კაი მოსაუბრე კაცი ხარ, მიყვარს ხოლმე ესე რომ ზოგი რო არის მითი პლასკაკუცი როგორი ქართულად? ტყელტუჩა რო უნდა ამოაცალო ხოლმე სიტყვები ეს არ მიყვარს ხოლმე. YouTube-ზე გამოწერილი ხარ? ყველგან. ხო და აბა შედიან ნახე კითხვები გამოგიგზავნეს და რეები აბა. იქიდან გამომდინარე რომ ტელეფონზე ვიწერ ხმას ახლა და აღარ დავიწყებ წუწუს რატორისთვის და რეები გოხდა. დანარჩენი ყველა ხო კარგად იცით. ხო და იმედი მაქვს გამოვასწორებთ ვინმე დაიდეთ მაგ პატივს. ზოგი დაგვასპონსორებს ზოგი უკეთეს მიკროფონს გამოვაგ ზოგი ხმის ბარათი რაღაც რა ვიცი ხმის ბარათი რომ გამიჩნდოთ ვაფშე გაასწორებს რა ისევ თქვენთვის ხალხო თქვენთვის მინდა TikTok-ზე ეგრე არიციან ხოლმე ჩამერიცხე და ისევ თქვენთვის მინდა ისევ თქვენთვის მინდა ნეტა რა უნდა აი iPhone-ი ბოლო მიყიდა ისევ თქვენთვის მინდა სეგუნდებოდა, გამახსენდებოდა, ცოტათი კარგი და სულ ცოტა, ვინ მოდიოდა და ვინ გამირბოდა, ვირამდენ სულს და ვირას იტყოდა, ჩვენ ეგარ გოხილებს ვინ იტყვის გლახას და მე რაც მასწავლეს იმას ვერ ახმას, ამის ვიქცე ვიფარული რა უნდა საკუთარ თავს უწყებ ხანდახან კამაც, აქედან იწყება ეს ისტორია, ხომ მევწერდი გიჟურად მათენებ ღამეს, რამდენის დავიწყებ ვერაფრით შემჩერდი ლექსებში ვეძებდი დროსა და წამებს ეს მაფლევ და კეთების ძალას მე გავყურებ
მისევდიან ნაწერებს უჩნდება ცხემლი და პრობლემის ბოლოში გაიჭედები მანამდე დაკარგავ საკუთარ წმენას სანამ მომავალში არ გაიხედები ვედები ათასგვარ თემას და მიწაზე ვეხები ნამიან ბალახს რაც ბაზობს და რო ძვირფასია მე მოქვს და ვერ გადამავიწყებინებენ ანახს რაც დავწერე რაც არავინ იცის ყველაზე მეტად გავლილი რა მოქვს რომ მარტივად რისკავენ გაშვებას ჩემსას და მუდმივად ფიქრობ რომ მე ჩემი გზა მაქვს ასია მე ცოტა უცნაურობით ღრმა ფიქრებში მოგზაურობდით მე ჩემთვის ხომ საუბრობდი სარკესთან ვარ თუ სასრულობდით როცა სულ ძნობდი ემოციებს უხმობდი და საკუთარ თავს ცოტა კიდევ მე დროს დავუთმობდი და მე რომ ვერაფერს წავიღებ აქედან იქნებ და პირიქით დავტოვო რამე ვინ იცის რამდენჯერ ქუჩაში ვნახე და ვერაფრით დამამუღამე ცოტათი ამაყი მაინც რომ ყოფილიყავი და ტატამზე მე მღერა ღამე ფიქრობ რომ ძვირფასი რაც გამაჩნია ხო არ მექნებოდა მე ამდენი რამე ვისაც უნდა დავიზინებით რაც უნდა უქნია სიცოცხლიდან სიკვდილამდე მარტო ერთი წუთია ყველა ცუდ ვერტკისაში მყარა ჩასაბუთია არასწორად ცევა სამყაროში ვის გაუგია ვისაც უნდა დავიზინებით რაც უნდა უქნია სიცოცხლიდან სიკვდილამდე მარტო ერთი წუთია ყველა ცუდ ვერტკისაში მყარა ჩასაბუთია არასწორად ცევა სამყაროში ვის გაუგია აგერ გვაქვს ტონის ერთსვაძე გვიკომენტარებს წარმატებებიო? ვა, ტონი. საღორ. ვიცნობ მაგაც, კაი კაცია. ოქრო კაცია, მეც ვიცნობ, ჩემი ძმა არის, სიყვარული კაცი. რეპერი როა, ხო მაგაზია? ხო, კი, ტონი. ეხლა საქართველოში არ არის, მალე დაბრუნება, ჩემო ძმაო, ასევე წარმატებებს გისურვებ, რასაც აკეთებ, როგორც აკეთებ, უფლის ყალობა გქონდეს. ესეთი კითხვა არის პირველ რიგში წარმატებები. მადლობა წარმატებებისთვის. რეპისკენ გზა როგორ დაიწყო? რაღაცას წერით დაიწყე, რაღაცის წერით დაიწყე, თუ პირდაპირ მიკროფონთან აღმოჩნდი, არა. დასაწყისშიც ვისაუბრე ამაზე, რომ ლექსის წერით დავიწყე რა, უფრო სანამ მიკროფონთან აღმოჩნდი. ჯერ მე ვაფშე საერთოდ არ ვიცოდი როგორ უნდა ჩაწერილიყო. და სიმართლე რომ გითხრა არც არავის არ უსწავლებია როგორ უნდა ჩაწერილიყო. ყველა რაღაც ხო ვიწყებთ ხო ეგ. როცა რაღაცა კითხულობდი ამ ვიღაცასთან სვიაზე მიტოტა გასვლა და რაღაც მოვიკითხავ გიორგი ყუბანეიშვილს, რომელიც დღემდე მახსოვს, რამხელა პატივი მცა, სიმღერა რომ დამიბალანსა პირველად. ხო და მოვიკითხავ პაჯოს ასევე პირველი საავტორო ფოტოსთვის. პაჯომაც არც ეგარ დამვიწყებია. მალე გეწვევიო და გელოდები ძმაო, გელოდები. სემ გამიხარდება პაჯოს თუ აუცილებლად და არ კიდე პუტკუნა ბიჭი რო იყო ხოლმე პაჯო იქიდან ვიცდობდა. ეხლა ჩამოხმარია რაღაცა ლანდი გაზდის კაცო. აი მეც რა დროიდან ვიცი რა, ის რაღაცა სიმღერა გავაკეთე ერთი 9 თუ 10 წლის წინ დაახლოებით და მაშინ მინდო მეთქი ფოტო როგორ დავადო რა, ვკითხე და გამომიგზავნა ფოტო. და ანუ თავისი გამოგზავნილი ფოტო დავადე სიმღერასთან საავტორო, YouTube-ო დაგიბლოკავსო რა. ნუ ეხა ეს ხო პრაქტიკაში გადგება, ეს ელემენტარულია, მაგრამ პრაქტიკაში გადგება უკვე ისე რომ აი ნახე ჩემო ძმაო როგორ გამომადგა ამდენი წელია გასული და მე ისევ მაგ თოკაფესთან პოდკასტში გაიჟღერა მაგ ვიტყვი აუცილებლად არა ერთხელ გამოგჩეს ხოლმე და ესე დაიწყო ჩემი ასე დაიწყო სამბა თან გადაფერდა ასე დაიწყო სამბა ასე დავიწყე მეც და მოკლედ ესე გავაგზელე და აღმოჩნდი ბოლოს აქ რა კი ბატონო ბოლკოძე გვიკომენტარებს სალამი YouTube საზოგადოებას და ჩემ ძმა შოთას და წამყვანს ასევე სალამი ყველას გიგულებთ ხოლმე როგორც ხედავთ მოგესალმები ვიდალ ჩემი ძმა ხარ შენ გეხუტუნე გულში რატომ მაინც და მაინც მომღერალიო იმიტომ რომ გაბარიტები ხელს არ მიწყობდა შენ მომღერალი ხარ თუ რეპერი ხარ თუ შენ უფრო ითვლე მე მგონი როგორც R&B შემსრულებლად იმიტომ რომ მისამღერებსაც აკეთებ ბღერი კიდევაც და და რეც კითხულობ ხო კლასიკა რეპერი მოდი ესე ვთქვა არტისტი მეც ასე ყველაფერი მოიაზრება რა პოპის მევასება ხო მომღერალი ხა შენ თავს ეს ხო ვერ უწოდებ როგორც მე შეიძლება უწოდე მაგრამ შევას მომღერალი ვერა ხო მომღერალი თლად მომღერალის ვერა არტისტი კი იმიტომ რომ სამსახიობო ნიჭიც ასეთი ისე მაქვს რა კი ბატონო რატომ მაინც და მაინც მომღერალი ნუ რატომ მაინც მოდი ჩავთვალოთ რატომ მაინც და მაინც რეპერი ან არტისტი იმიტომ რომ ცეკვა არ მიყვარდა ბავშვობიდან ვიღლებოდი ხოლმე ძვლები მტკიოდა და არ ბავშვობიდან დაბერებული დაიბარეთ სახარცრევში მავტროინდა მევასებოდა რა უფრო რა მევასებოდა იცი აი
ჩემს შემოქმედებაზე რომ რაღაც აქტივი სხვას გაეკეთები, ანუ არ ვიცი, უფრო ის მევასებოდა რისი ნიჭიც მქონდა. არ დამიბრალებია რომ აი მაგალითად ცეკვის ნიჭი მაქვს. ან მიუხედავად იმისა რომ ცეკვითაც კარგად ცეკვავ, ხატვითაც კარგად ვხატავ და ასე და ასე შემდეგ არის კიდე რაღაც რეჟისორიც ვფიქრობ, რა ვიცი, ჩემ მეუღლე უფრო კარგად ერკვევა მაგაში რომ უფრო კარგი რეჟისორი ვარ, ვიდრე კარგი მოცეკვავე, მაგრამ მაინც სიმღერა ყველაზე მეტად კარგი შემოწმება. კომფორტულად რო ეს როგორ რაღაცა დისკო. მე ვაფშე ცუცკი რომ მქონდეს არც მაგაზია პრობლემა. არა, მეთქი რაღაცა მე ხა მიყუდებული ვარ ისი არის კონცერტი. არა, არანაირი დისკომფორტი არ მაქვს. ბათუმში როდის იქნება კონცერტი? ეგეც როგორი მომენტია, აი როგორც ეს კაცი რა თავისი რესურსებით რო ქმნის რაღაცას და თავისი რესურსებით რო აკეთებს, ანალოგიურად ვარ მე და ეხა ვინმე არ გამოსულა კონტაქტზე და არ უთქვია ორგანიზატორები თუ დაუკავშირდებიან, არ უთქვია რომ მოდი იმღერე ჩაატარე და ასე ვქნათ და ვიაქტიუროთ და ასე. მე მგონი ხალხმა არც იცის საერთოდ როგორ უნდა გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ იმედი ხო და აქ თუ ნახავთ ორგანიზატორები დაუკავშირდი, გენაცვლე მითითებული იქნება. მე მზადა ვარ, ბათუმში კი არა, სოულულაკში ჩავალ. თანამშრომლობისთვის. არაა პრობლემა, სოულულაკში ავიდეთ, იქ გავაკეთოთ ივენთი. კი ბატონო, სადაც გინდა, მე სუბზათა ვარ. შენი ფავორიტი სიმღერა შენი ჩანაწერებიდან. ვე არ ვიცი, ამაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ YouTube-ზე მიწერია რა იქ ბიოში, რომ შენი სიმღერა არის ისტორია, რომელსაც დაწერ შენივე ცხოვრებაში რა. ანუ ყველა სიმღერას მიესადაგება თავისი ისტორია. ანუ რაღაცა არ გამივლია და რაღაცა ისე დავწერე, ესეთი რამე არ არსებობს. ანუ ჩემთვის ჩემი სიმღერები ყველა მნიშვნელოვანია. გამორჩეულად არ ვიცი. ალბათ ისე გამოვარჩევ, აი როგორც შეიძლება ნებისმიერმა გამოვარჩიოს, რომ ერთ სიმღერას 3.400.000 ნახვა აქვს, მეორეს 1.900.000 ნახვა აქვს. ესე შემიძლია რომ გამოვარჩიო, მაგრამ მნიშვნელობით აი ესე რომ თითქოს მნიშვნელოვანი ეს უფროა, ესე შეუძლებელია ჩემთვის, იმიტომ რომ მე როგორც ჩემი შემოქმედების მამა, ყველა შვილი თავნაირად მიყვარს რა ასე ვთქვა. მესმის შენი. გამარჯობა, ესეთი მაჩე გამახსენე, გამარჯობა. გამარჯობა. რა დატვირთვა აქვს რეპს შენს ცხოვრებაში და რა გაძლევს მოტივაციას? მოტივაცია. დღეიდან პოდკასტი და ისეთ ჩემი ასე ვთქვათ, ერთფეროვანი თუ მრავალფეროვანი რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვფიქრობ უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება. ერთფეროვანი ცხოვრება არტისტს ვერ ექნება რა, როგორც არ უნდა შეხედო რა. ფიზიკურად მიუხედავად იმისა, სადაც ცხოვრობ, აი თუ ვინმე ხართ ნამყოფი, სადაც მე ვცხოვრობ, იქ მრავალფეროვნება რამდენად არსებობს არ ვიცი, მაგრამ მრავალფეროვნებას ვხედავ ხალხში. ჩემს გარეშემო როგორი ხალხი ისტრიალებს და ჩვენ თვითონ ვქმნით მრავალფეროვნებას და ეს არის ჩემი მოტივაცია ყოველდღიური. ეს არის ჩემი კომენტარი. და სხვადასხვა ეს ბოლო პერიოდია, ჩემი დიდი მოტივატორი და ჩემი დიდი მოტივაცია, ჩემი მეორე ნახევარი, რომელსაც მინდა რომ დანარჩენი რასაც დავწერ, როგორც დავწერ, ყველაფერში არა და ეხა თავიდან რომ გამოჩნდა გაიგე, გოგოები ჩამწკრივდნენ, აბა რა ხდება, ვინ არის, რაღაც აქეთ-იქით და უკვე გულები ეთქინათ რა, რომ მეორე ნახევარი და ამბავი. მაგრამ საერთოდ მე ვთვლი, რომ ოჯახი ძალიან დიდი სტიმულია და მით უმეტეს თუ გვერდში გიდგას ადამიანი, მაგალითად, ვინც ამაში ხელს გიწყობს, ეს ძალიან დიდი თემაა რა, იმიტომ რომ არის რომ მაგალითად არის წვილი ერთად და აი ვერ უგებენ იმ თემაში, იმიტომ რომ მე სულ ყოველთვის მაგას ვამბობ, ხელოვანი და არტისტი, როგორც უნდა ჟღერდეს, რაღაცა სათუთის სულის პატრონია რა, კაცი ქალი მაგას მნიშვნელობა არ აქვს და ხელოვანს უნდა სხვანაირი მიდგომა ზოგადად რა, ესეა, მაგრამ ყველა ამას ვერ აღიქავს რა. ხათები, მე ქალი ვარ და მე სხვანაირად ვაზროვნებ და ანუ არის ეგ თემები რა, ძალიან. ანუ სხვადასხვა ჩემს მუსიკალური სკოლა აქვს, დამთავრებული დიპლომი აქვს. ანუ პროჩენიანი ეს. ანუ ჩემს მხარეს არის რა, ასე ვთქვათ რა, ისე ჯუჯუმად იღიმის კამერის მეგობრებო. მოკლედ ეგეთი სიტუაცია და რა დატვირთვა აქვს ეხა რეპს არა, უფრო ჰიპ-ჰოპს, მოდი ესე ვიტყვი რა, დიდი დატვირთვა აქვს ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ დილას გავიღვიძებ არ არსებობს რო არ მოусვინო, არ არსებობს შუადღე მქონდეს არ მოусვინო, ხასიათის ნებისმიერი მომენტი, აი მიხარია მწყის გულნატკენი ვარ, დეპრესიაში ვარ თუ როგორ მდგომარეობაში უნდა ვიყო, თვრალზე, ფხიზელზე, ყველა მდგომარეობაში უსმენ აბსოლუტურად. ამიტომ ყველაზე დიდი დატვირთვა აი ამ
hip-hops რა ამ სტილს ჩემს ცხოვრებაში. Yes. ასე ვთქვათ. ნუ გადავალ შემდეგ შეკითხვაზე ადინგენში როდის ჩამოხვალ კონცერტი გვინდაო? ესე იგი ტურნე მოხოდე რა, ესე გამოდის. მოიხოდო ტურნე რა. სხვადასხვის ლაივ ივენთები მაინც და მაინც ჩემს ცხოვრებაში არ ჭარბობს რა, ასე ვთქვათ. მე ვხედავად იმისა, რომ მოთხოვნადი შეიძლება არის, რამდენად მოთხოვნადი აი მაინც და მაინც მარტო კომენტარებიდან ვიცი, მაგრამ მაინც არ არის რა ეს ორგანიზატორები არ ჭანან. არც მე არ ვჩანო არ აქედან გამომდინარე. მე ერთ რჩევას მოგცემთ მაგალითად. ეს კარგია დაუშვათ რო წერთ რომ იქ როდის ჩამოხვალ, აქ როდის ჩამოხვალ, მაგრამ რაღაცა იქ დარბაზები რო არის ხოლმე მაგალითად რა. იქ რომ მიხვიდეთ და ელაპარაკოთ მაგალითად რომ აი ეს კაცი რო ჩამოიყონოთ იქით აქეთ დააკავშიროთ, მე მგონი ცუდი თემა არ იქნება რა. ხო შეიძლება, იმიტომ რომ მე არ მაქვს ან თითქმის არავისთან არ მაქვს კომუნიკაცია რა, ეხლა მე საერთოდ არ ვიცი ადინგენში კი არა, ბათუმში კი არა, სადმე ვინ არის ორგანიზატორი და ვინ უწევს ორგანიზატორობას აი ამ საქმეს რა. მე საერთოდ არ მაქვს ეგეთ რაღაცასთან შეხება და ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს რა. ბოლოში კონცერტები რამდენიმე გაკეთებული გაქვს როგორც იცი, ხო? მაქვს. ხო, ჩემს რაიონში ეგრე ვთქვი რომ პირველს თუ გავაკეთებ ჩემს რაიონში გავაკეთებ. იყო ხალხი ხო რა თქმა უნდა იქ. რა თქმა უნდა, კი ახალგაზრდები იყვნენ. ვისი ამოვნეთ, გაგვიხარდა ერთმანეთი ფოტოები გადავიღეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, ასე და ასე შემდეგ. შვენიერი, რაღა დავამატო. ხო, აი მეტი რაც არ უნდა მოხდეს ეხა ივენტზე, მეტი რა უნდა მოხდეს პრინციპში. ვიცეკვეთ, ვიმღერეთ, გაიცანით ერთმანეთი და ასე შემდეგ. გამარჯობა, ყოველთვის გამორჩეული და სასიამოვნო სტილი გქონდა, დაწყებიდან მოყოლებული. გამორჩეულად მომეწონა ერთ-ერთი ახალი ტრეკი, ძველი ვერსაჩე. აპირებ კიდე მსგავსი სტილის და ვაიბის ტრეკების გაკეთებას. მოგითხრა პეტოსგან კახეთიდან, მოგითხრა ჩემს ძმას პეტოს, ლილ ნოკას კახეთში თელგაфес, კი, ლილ ნოკა გეცოდი. ეს არის ბეტო ამ კომენტარის ავტორი. ძალიან სიყვარული კაცია. ლილ ნოკა ესე ქვია როგორ? ლილ ნოკა, კი. მასტერთან ერთად რომ ღერჩ, ლილ ნოკა. რაღაც რემიქსია გაკეთებული, ხო მასტერს მე მგონი, ხო? რამოდენიმე კი. საერთო ნაშრომია უთო. ძალიან მაგარი სიყვარული ხალხია. მოგითხრა ბეტოს, მოგითხრა ნოკას, მოგითხრა კახეთს. ახალ სოფელს, რა თქმა უნდა, მომენატრა იქაო რა წლები არ უყოფილოა და. მოკლედ, ძველი ვერსაჩე ბეტო მოდი როგორც კომენტარის ავტორს ისე არ დაგელაპარაკები, როგორც ჩემს სიყვარულ კაცს ისე გეტყვი, რომ აი ძველი ვერსაჩე უფრო იმის გადატვირთვა იყო რა. აი რომელ მხარეს უნდა დაუნდგარიყავ, იმიტომ რომ მაგ პერიოდში რამოდენიმე სხვადასხვა ვაიბის ტრეკი შევქმენი რა. ანუ საკუთარ თავს ეძებდი რა. ძიებაში ჯამში. ხო, ანუ ყველაფერი რო კარგად გამოგდის, ანუ სადღაცას ხო ოქროს შუალედი უნდა იპოვო რა. ანუ ყველაფერი კარგად ხوار გამოგივა ეგ. ხო რა, ეგ მომენტი ეგ პოპს კარგად აკეთებ, ანდერს კარგად აკეთებ დაუშვათ და ასე და ასე შემდეგ და მეთქი რაღაცა ისეთ ცვლილებას შევიდან თქო რა და გავაკეთე ძველი ვერსაჩე და მინდა რომ მსგავსი რაღაცები გავაკეთო. ეხლა მაქვს სხვადასხვის მსგავსი სიმღერები, რომელიც ალბომში შემაქვს. პირველი ალბომი არ დამიმთავრებია რაღაცა მიზეზების გამო და ეგრევე მეორეზე რა ხო, რა იდეებიც მქონდა იმ იდეებს თავსვანებებ, მაგ იდეებს თავსვანებებ და დაიდება პირდაპირ აუდიო, ბევრი გაწელვების და გამოწელვების გარეშე პირდაპირ აუდიოს გავუშვებ და გადავალ პირდაპირ მეორე ალბომზე, რომელსაც ვაკეთებ, როგორც წეგან აღნიშნე, მარტო არა ვარ ბოლოში, ბექა მყავს გვერდით და გავაკეთებ ბექასთან ერთად. ძალიან სერიოზული ალბომი იქნება, აი ზუსტად როგორც ძველი ვერსაჩე. მსგავს ვაიბში წავა, 6 სიმღერა იქნება, თავისი გადაბმებით ერთი მთლიანი ვიდეო კოლაჟი უნდა იყოს რა. მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში 15-20 სიმღერა შედიოდა ხოლმე, 6 სიმღერა რა არის? ყველაფერი ისაკნა რა დამოკლდა და ცოტავდა რაღაც. ანუ ესეთი იდეა მაქვს რა, რომ ვიდეო კლიპი არ მინდა, რა ვიდეო კოლაჟი მინდა. მე მივხვდი შენ რასაც აბო, დავიწყებ პირდაპირ. ნიკის ლოუ მყავდა პოდკასტში და მაგამ თქოს ზუსტად რომ ეგეთ ალბომს ვაპირებო, რომ ერთ დიდ ვიდეო კლიპად იქნება 20 წუთიანიო, 25 წუთიანიო და ერთმანეთს თან ტრეკები იქნებოდა, თან ერთმანეთს გადაებმებოდა, რაღაცა ეგ თემა არის, რა დაახსოვს. ნუ მსგავსი ხო რა, ოღონდ გაწყვეტების გარეშე. მაგას ხო ერთი მთლიანი ვიდეო იქნებაო რა და სხვადასხვა ტრეკები იქნებაო. აი ზუსტად ეგ რა. ეგეც დაკავშირებული არის რასთან ეხა.
დაკავშირებული არის უდროობასთან, ანუ დრო რო არა გაქვს რა არტისტს და შენი საქმე რო რაღაც არ ჩქარდა თან დრო თუ რაღაც სამბოლო დრო რაღაც კი რაღაც აი რუტინა არის რა ეს აი რუტინიდან გამომდინარეობს ეგ. თან პლუს ამას იმდენად გიყვარს შენი საქმე რომ არც გინდა რომ ესე აუდიო მიაწოდო საზოგადოებას. პლუს გინდა რომ გამოჩნდე 100 და რაღაცა ინდოქში რა სიურპრიზად დაუტოვებ სხვა დანარჩენს. ოკეი. ცოტა ისე იყოს, მაგრამ აი ეს სიახლე იცოდეთ ყველამ, რავი, ასე ვფიქრობ, საჭიროც არის, რომ დაელოდოთ რაღაცას. არის ადამიანი, რომელსაც რამე ვერ აპატიე. წამოვიდა რაღაც პროფილური კითხვები. პატიებაზე რაც მახსენდება, ვფიქრობ იმას, რომ ადამიანები ყოველდღე ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რომლის პატიებასაც არ ვიმსახურებთ, მაგრამ არიან კეთილი ხალხი, ვინც გპატიობენ. რაღაცა გაგზავნება უხდება. ხალხს რო თავი დავანებოთ, უფრო ისეთი მომენტია, უფლისშვილები ვართ ყველა და უფალი თვითონ გვეუბნება, რომ გიყვარდეს მტევი შენი, რატომ უნდა გიყვარდეს? ანუ უნდა აპატიო იმას, რასაც ჩადის. ასე ვთქვათ, ცოდვილები ვართ ყველა. უპატიებელს უშვებთ ყოველდღე და წერსაც გააჩნია ეგეც ადამიანურია, რომ ხან შეგვიძლია ეგ, ხან არ შეგვიძლია და შენ მიტევება, ხან მოგიტევებენ, ხან მიუტევებთ და ასე შემდეგ. თუმცა არა, შეიძლება ურთიერთობა გაწყვიტო, მაგრამ უნდა მიუტევო. უნდა გაუშვა ხო ეგ თემა, შენგან ეგ თემა რო. ხო, რაგია ესეთი ქართული ანდაზა, სადაც არაჯობს, გაცლობს. ანუ აპატიე და გაეცალებს, მორჩა რა. აქ მთავრდება ყველაფერი. მაგრამ თავიდანვე აღნიშნე უფლისშვილები ვართ და პატიება უპირველეს ყოვლისა რა, იმიტომ რომ უპატიებელს უშვებთ ყოველდღე ყველა შეცდომას რა. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს ასე ვთქვათ. ნუ ეს ჩემი მოსაზრებაა, ყველას ინდივიდუალური მოსაზრება აქვს მაგ ყველაფერთან დაკავშირებით. აპირებ თუ არა ალბომის გამოშვებას, კი, გასაპასუხი წინსწრებით მაგაზე. მოკითხვა კაზრეთიდან და მოკითხვა კაზრეთს ძალიან მიყვარს მაგალითად მოხოდავს ეს ნეალელა მთელი საქართველოს მასშტაბით, რასაც ვატყობ. ხო ჩემ გვერდზე ხარ. დავიზრათ და წავიდეთ რა პრობლემა. ბაზარი არ არის, საქმე ვაკეთებ. საქმე ლაპარაკის ნაცვლად. კი ბატონო, რა თქმა უნდა. გამარჯობა, უსმენ თუ არა დას და როგორ შეაფასებდი. აი ზღარ ვახსენთ გამარჯობა. გამარჯობა. მანჩესტერ. აი ეგრე დაიწყო ამას და გამარჯობა. და ხო არის გამარჯობა, მაგრამ გამარჯობა დისი გახსენდება. აი ზუსტად რა. მე ვფიქრობ, რომ დას შეფასება არა, დაფასება ჭირდება. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ნიჭიერი ბიჭები არიან რა. და ვუსმენ კი ჩემს პლეილისტში არის იმ ჩემი გემოვნების სიმღერები მათი გაკეთებული, რომელიც ჩემს გემოვნებას ერგება ახლა. ამ დისებზე რა სიტყვი რომ აქეთ-იქით ამბები რო იყო. ზოგადად საჭიროა რეპის განვითარებისთვის. ასე ვთქვათ, რეპს უხდება. მაგრამ მე არ ვაკეთებ, მაგას თავისი მიზეზი აქვს. ახლა მე თითქმის თვეში ერთხელ მაინც ვთხოვ ხოლმე. ხო. ანუ ყველაზე მცირეც ვიძახი რა თვეში ერთხელ მაინც ვთხოვ. ბავშვები მიყვარს ძალიან რა და ბავშვებსაც ძალიან უყვარვარ და თან პლუს ამას ჩემი ძმაკაცის ბავშვები მღერიან ხოლმე ჩემს სიმღერებს რა. ეხა მე რო აი გინებისკენ რო წავიყვანო რაღაც დისისკენ რო წავიყვანო და რამე ანუ მე ვქმნი უფრო სახასიათო სიმღერას იმისთვის რომ ყველა მოვიდეს თავის ხასიათზე რა. ის თუნდაც ყოველდღიური რუტინა და პრობლემები რაც აქვს ის ჩატოვოს ცოტა აი თუნდაც ის 5 წუთი 3 წუთი ჩატოვოს ის გარეთ ორგანიზმიდან გონებიდან მოусმინოს სახასიათო სიმღერას და ეს უფრო რაღაც მასშტაბურზე ვფიქრობ რა აი როგორც შეიძლება ერთ დროს პოეტები არ დააფასეს და მე საუკუნეების მერე დაფასდა სავარაუდოდ რაღაც ესეთი ეგოისტური ხელოვახავს ხო ეგრე გვემართება ზოგადად ეგოისტური მიდგომა მაქვს რო აი ერთად ითქოს გვაცოცხლოს და ხო იცი როგორ ხდება რომ არავინ არ უსმენს ეგ ძალიან ისეთ ნათქვამი მაგრამ დაუშვათ უსმენს ძალიან ცოტა ადამიანი ხო ჯვარი წერე ყველას გარდაიცვლება და აუ რა მაგარი იყო სიცოცხლეში დააფასე მაგარი როა და კი სულ მაგას ვიძახი ხოლმე რომ ქუჩაში რო დამინახავთ და მე მიკომენტარებთ იქ ნახე აქ ნახე მოდი ძმაო მე მიხარია შენი ნახვაც მიხარია და არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება ჯერჯერობით ფასიანი არაა სულაც გადაღება და მე რო გააძვირებს თათელი ამბავი მე უკვე გვიანი იქნება ხო და რა ვიცი გვიყვარდეს ერთმანეთი და ავაფასოთ პატივი ვიცეთ სხვა დანარჩენი და არხი გამოვიწეროთ სიყვარულზე გამახსენდეთ ყველა მიზეს გარეშე აი მან ზარის ღილაკი აქვს დაბლა სახელის მაგას აღარ დავეძებ არხი გამოიწერეთ რა ზარის ღილაკიც იქვია რა ეხა მაშინ ჩემი ხათრით არხი გამოიწერეთ და ბალუს არხი ისა ბალუს ხათრით
ღილაკის ამავე მიეცით. ხო. დიდი გადავინაწილოთ. მადლიერი ვიქნებით ორივე. გადავინაწილოთ. 3-ვე, 4-ვე და ყველა. კი. ისევ თქვენთვის მინდა გუხდება. ისევ თქვენთვის მინდა ყველა. აქ მოუხდა უელი ისევე თქვენთვის, თორე მე რა. აი მე რა. ხო. აპირებ თუ არა მასშტაბური კონცერტის ჩატარებას, მასშტაბურის კი არა, მაგრამ სარაიონო ვერ ჩამიტარებია. რა ის მასშტაბური? რომელი მასშტაბური? მაგაზე იცი რა გავახსენდა? ბავშვს მომინათლაო, იცი ეგან ბავშვი. არა. ისე რა ქვია, ჩემში ვისაც სხვა ნათლიანებოდა ხა. უნდა იყო რა, რაიონში ვერ ჩამიტარებია. რაიონში ხო მართლა ვერ ჩამიტარებია ხა ორგანიზატორები არჩანანი ის. ყველაფერს ჭირდება მაყუთი. მაყუთი, ფულები. აბა როგორ გინდა ხა ჩაატარო. გამოვიდეს ადამიანი, კაი ერთხელ შეიძლება უფასოდ ჩაატაროს, მაგრამ იქ ბილეთი უნდა გაიყიდოს, იქ 1000 რამეა საჭირო, მეგობრებო, ხა აქაც აპარატურებს რო ხედავთ. აღარ დავიწყებ ხა წუწუნს, მაგრამ ზოგადად ყველაფერს ჭირდება თანხები რა. კი. ეგრეა. კი. ლაჟე აქ მე რასაც ვუყურებ. წარმოიდგინეთ და ეს ძალიან მცირედია იმის, რაც ამ კაცს ჭირდება თავის საქმისთვის და ეს კაცი თავის საქმეში რასაც აკეთებს, დამიჭირეთ რომ ძალიან ბევრად მეტი საშუალება აქვს, მაგრამ სურვილისამებრ არ აკეთებს. და ეს კაცი აკეთებს. იმიტომ რომ სურვილიც აქვს და მონდომებაც აქვს ამ ყველაფრის. იმდენად ხშირად მაქებენ, აღარც წდლდები დაჟე. ხო, ანუ ეგ შესაძლებელი ხარ საქციელი. ეხლა წარმოიდგინე, არის ჩემთვის პირველი რა, აი ეს ინტერვიუ თუნდაც რა. და ანუ მე მაგრად გამისწორდა რა, მომწერა ტოკაფემ, რომ ჩემ პოდკასტში მოდი გეპატიჟები. ანუ ჩემთვის იყო შოკი, იმიტომ რომ 13 წელია საქმეში ვარ, კაცი შვილს არ გაუსვია ეს, რომ მოდი ჩემთან სტუმრად რა და ეს იყო ჩემ და ჩამოვედი რაიონიდან იმისთვის რომ აქამდე მოვსვი თან როგორ ნერვიულობდი ყველაფერი დღეს მოხდა და გუშინც ჯერ კომპიუტერი გაიგიშა ჩემთან ყველა პოდკასტზე ეგრე ვერ ჩაიგდო კომპიუტერი ვაფშე რაღაცა მეტიში ამ ხალხმა რო იცოდეს რა კომპიუტერში ვაკეთებ სიმღერებს შეიძლება შოუში ჩავარ ზოგიერთება იცით რა ძმებო ხო იცით რაში ვაკეთებ ძმა იმენა შოკია და ეგ კომპიუტერი ვაფშე აღარ ჩაირთო ძმა ამიტომ კომპიუტერს მიმართავთ ძლივობით ჩამოვედი მოკლედ ცოტა მოუმზადებელი ცოტა ისო და ის მაგრამ არა მშვენივრად ყველაზე მეტი დრო მიაქვს ხოლმე ხალხო ტრეკების ჩაწერას რა ხო და ისე კარგად ჩაიწერა სამივე ტრეკი რომელსაც იხილავთ პოდკასტში რაღაც ინტერვალების ამბავში რომ რაღაცა კარგად გრიალით მიდის ახლა ეს საუბარი რა ასე ვთქვათ და ყველაზე მეტი დრო მიაქვს ხოლმე მაგას უდავში აი გამოვიდა არ გამოვიდა მოდი თავიდან ჩავწეროთ რაღაცა ეგ თემა რა და საკაიფო ჩაიწერა ყველაფერი მოუმზადებელი, აფერ მოუმზადებელი არ ყავი, პირიქით შვენივრად, ჯიგრულად. ხო, ალბათ მუდმივად მოუმზადებული ვარ, არ ვიცი. ხოთზე ხარ მოდები. ხოთზე, აი ხო, თუ ხოთზე ძახი ამას, დამას კადამასკა უნდა ჯალაც. მთელი ამბები. ზეგე. აი, ეგ მართლა მაქვს ეგ ვიდეო. ეს სიმღერა რა ქვია, დამასკა უნდა ჯალაც და რაღაცები. აქ ფლორის 24 ერაუნდი გწერს ბარო ვიდეოში ჩამსვი გამიწყდებაო, ჩაქსვი არ გაგიწყდეს. სხვათა შორის მე მივწერე პასუხად რომ და ისე კითხვა დაწერე მეთქი რომ გამოგაცხოდო რაღაც თქვა მეთქი, მაგრამ მაინც გამოგაცხოდა კაცმა. ხო რა, ისეთი მომენტია, არ გაგიწყდეს. კითხვები უნდა დაწეროთ, კითხვები რომ თქვა სახელი და გამოვაცხადოთ, რომ ვიდეოში ჩამსვი რა, კითხვები უნდა იყოს, ხო, დაუშვათ არტისტს დაუწერო რომ ესე, რა ვიცი. კი. მართლა კომენტარები ნუ ყველა ვარიანტში ეს იყო რაც იყო. რაზეც ვისაუბრეთ ფართოდ და ძალიან მეგონი დამაკმაყოფილდა. ძალიან ვისიამოვნე. ეხლა მსხალი როგორ აპირებ განვითარებას, საით აპირებ სტილის შესწავლას, ხო არ აპირებ ან ფლოუების ცვალებადობის თემას ხო არ აპირებ, თორე დღეს ხო იცი ძალიან მოდაშია რომ ეს ფლოუების ცვლა და ერთ ტრეკში ერთი 9 ფლოუ და ასეთ რაღაცები. სხვათა შორის ეს ბოლო პერიოდია რომ კამანდამ დაუმუხამა მაგას. თორე აი რასაც მაგალითად ჩემი ძმა წლების წინ იძახდა და აკეთებდა ალალი თუ ძმაგაც არა ჩემი ძმაგაც აი ბექა ხო ლაპარაკო ბექაზე წერან არ არის კი ბექა ჯეფო რასაც ეგ აკეთებდა წლების წინ და ამბობდა ძალიან ბევრმა დღესდღეობით თქვა რა ყველა აი მე ვთვლი რომ ბევრისთვის ინსპირატორი არის ეს კაცი რა იმიტომ რომ ამას არ უსმენს დაუშვათ შეიძლება მილიონი ადამიანი მაგრამ უსმენს ის ადამიანი, ვისაც მილიონი ადამიანი უსმენს, ხვდები და ამისგან ინსპირაციას იღებს, იმიტომ რომ არაერთ ვეშში დამინახავს ამისი ინსპირაცია რა. აი აზრობრივად რაც უთქვამს დაუშვათ 2 წლის წინ კამანდამ დღეს თქვა.
რაც მაგალითად flow-ები ათამაშა და ანალოგიურად მე დაახლოებით 5 წელია რომ ვთამაშობ. ყველა ტრეკში ეგრე მაქვს, აი რომ გადახედავთ რა. ყველა ტრეკში ვთამაშობ flow-ებით. მარტო flow-ებით არა. ვოკალითაც ვთამაშობ რა. მე მიყვარს ეგეთი რაღაც. აი სადღაცაც ვოკალს შევიყვან რა მომენტში რა, ისე რომ ჩაჯდეს ლამაზად. შეიძლება მომენტში საგინებელი გეგონოს, მაგრამ ისეთი რაღაცა ვთქვა რომ ვაფშე არ ვიგინები, თუმცა ვგულისხმობ და ასე და ასე შემდეგ. ანუ მე ამ ჩემი შემოქმედებით ასე ვთქვათ ვკაიფობ რა, იმიტომ რომ მაბაუნსებს, მაკაიფებს, ანუ რაღაცნაირი თავისი პრიხოდებია რა. რაც იყვარს და რასაც აკეთებ, ხა არის რომ მაგალითად ადამიანს მუშაობს, იმიტომ რომ დავშოთ თანხა აიღოს და ძირითადად არის ზიდავს ის, ანუ რაშიც პულს იღებს მაგალითად. ხო არის ესეთ სამუშაოები რა, რუტინული დავუშვათ. აი ხა მე მაგალითად ხო დავშოთ სპონსორი არ მყავს შემოსავალი არ არის ჩემი ფინანსებით ყველაფერი რაღაც, მაგრამ აი ზედიზედ უკვე მესამე დღეა ვაკეთებ ხა ეს ჩაწერებს რა და მე პერიოდულად 5 დღეში 6 დღეში ერთხელ იდება ხოლმე რა. ჯერ მარტო მონტაჟი, გუშინ ხა დღეს დილით 7:30-ზე მოვჭი გუშინდელი პოდკასტის რუსთავიდან ბიჭები მოყავდა ჰიდრას პოდკასტ დავამთავრე და ცოტა 1-4 საათი 5 საათი გამოვიზე, ჩამოვედი, გავშალე კიდე, ანუ მაინც რა თქმა უნდა ხა ზოგისთვის ძნელია ეს მონტაჟი და ყველაფერი და ეს ჩემთვისაც, მაგრამ იმდენად სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი, რასაც აკეთებ, ანუ რაც გიყვარს და იმას ვაკეთებ, აი ხო кайფობ წეგარო თქვი რა. მე ამით кайფობ კიდევაც და მევასება კიდევაც და მისწორდება ანუ რასაც ვაკეთებ რა. კი, რას ამოგას, აი ზღვისპირა ქალაქში სიმღერა ყველა მიცის, მაგ სიმღერით სანამ დავდები 3 კვირა ვიკაიფე. მარტო ბალანსის დროს 3 კვირა ვაბალანსებდი წარმოიდგინე და ეხა ამაში ხო ფული არ აგვიღია, მაგრამ გავაკეთეთ ის სიმღერა, რაც ხალხს მოეწონა. და იგრძნობა კიდევაც სხვათა შორის ეგ ყველაფერი, რომ ძალით როცა აკეთებ სხვა არის და აი გულდასული ვაკეთებ ჩადებული და შენ რო გისწორდება, მე ვაიბი გადატისფერე ხალხზე რა. კი ბატონო, ამ წინებზე ვიყავით ბაციკასთან ჩაწერაზე, იგივე პრობლემა ჰქონდა ზუსტად საბოლოო ოთხო მოკვდა ჩემი კომპიუტერი და მანამდე კიდე რაღაცა პრობლემები ჰქონდა რა, მოკითხო ბაციკას აბა მე გამაცანი ხოლმე ხალხი ბაციკა რეპერია? ხო, ახალგაზრდა ბიჭი არის, ნიჭიერი ბიჭია, კარგად აკეთებს თავის საქმეს. ნუ რაც მომისმენი რაღაცეები მომწონს და რაღაცეები შეიძლება რომ წუნი შევიტანო, მაგრამ ნუ ეგ ინდივიდუალურია, გემოვნების საკითხია, შეიძლება ჩემი შემოქმედებიდან ადამიანს ერთი სიმღერა მოეწონოს და ნარჩენი არა. ეგეც ინდივიდუალურია რა. ბაციკასთან ვიყავით ჩაწერაზე, არაჩვეულებრივი ტრეკი გავაკეთეთ სხვათა შორის. თინისთან ერთად გავაკეთე, ძალიან მაგარი ვოკალისტი გოგო იყო. და რატო ვახსენე ახლა რა? ეგ ბოლოს დადე ხო ეგ ტრეკი? კი, ბოლოს დადებული ვეში არის. ხედავ? ეგეც ჩვენი რესურსები. როგორც შენ შემოდიხარ, ჩემ ახსნე, მეც შემოვდივარ. აბა ისე ხო არ მოვიწვევ ადამიანს. რა თქმა უნდა. სადღაცას მე ბოლოს გადავიკვეთეთ და ასე შემდეგ. მაშ ასე ხდება. ეგეც ჩვენი რესურსებით გავაკეთეთ და ყველაფერს ჩვენი რესურსით ვაკეთებთ რა. ჩვენ და სამწუხაროდ ჯერჯერობით ეგრე. კი, ჯერჯერობით მასია. ეხლა 1-2 სიტყვით მიკრის კომენტარებში ვარ დაწერეს, მაგრამ არ არსებობს რეპერი მყავდეს და ეკითხები არ იყოს ხოლმე და არ დააინტერესოთ ხოლმე. 1-2 სიტყვით PvP-საც რო შევეხოთ რა. თუ მაგალითად გქონია სურვილი, ან რა ვიცი, მიგეღო მონაწილეობა, ან რამე მსგავსი და ზოგადად რას ფიქრობ მაგ თემაზე? რომ ქართული რეპის რეალობაში PvP უკვე ძალიან დიდ როლს თამაშობს და მაინც აინტერესებს ხოლმე ხალხს რეპერების აზრი. თავიდან რომ გაიჩითა, მქონდა სურვილი რა, პირველი ბეთხი რო დაიდო. მაშინ გამიშთა სურვილი, იმიტომ რომ თითქმის ყველამ არა, მეტწილმა რა, კარიერა მასე დაიწყო და რაღაც. შენ უკვე თავიდან აკაპელას გულისხმობ ჯერ ხო, აკაპელაზე. მქონდა სურვილი მქონდა რა. მაგრამ მე რო განვითარებას რო დავაკვირდი რა. ანუ ისეთი რაღაცები იჩითება, რაც უბრალოდ ჩემში არ ზის, ანუ არავის არ ვაყენებ კაცო შეურაცხყოფას, ღმერთმა დამიფაროს რა შეურაცხყოფაზეა საუბარი. მაგარი ნიჭიერი ბიჭებიც არიან მან და შეუძლიათ რომ გააკეთონ. იმაზე მეტი ვიდრე შეიძლება აკეთებდეს რა, მაგრამ როგორც ასე ჩემში არ ზის. ანუ არ შემიძლია რა. აი აზრაელი ყავდა მე მგონი. მაგას უსმენდი რა. თითქმის იგივე ხასიათი მაქვს მაგ სიტუაციაში. არ შემიძლია რომ ესე თვალებში ადამიანმა მიყუროს და ისეთი რაღაცა მითხრას, რაც ჯერ პირველ რიგში არ მეკუთვნის და მეორე რიგში თავისი ახსნაც არ ექნება. ანუ
აგებონთ რა რაღაცას იმაში მირეკავენ და თვიშავთ და ხო რა მივხვდნენ რომ აღარ უნდა მირეკო ხო არის რა რაღაცეები რაც არ ეკუთვნის ადამიანს არ უნდა მიაკუთვნო არის რაღაცეები რაც არ იხსნება ან კიდე არის რაღაცეები რაც შეიძლება რომ ხუმრობაში გატარდეს მაგრამ არის რაღაცეები რასაც ხუმრობაში ვერ გაატარებ ეს უკვე ინდივიდუალურია რა თქმა უნდა იქ შეთანხმებები და რაღაცეები მინდის როგორც ვიცი მაგრამ ნუ ყველა ვარიანტი ჩემში არ ხდება თუ მექნება სურვილი რომ რაღაცა ისეთი პროექტი დაიწყოს სადაც იქნება ორი არტისტის ფლექსი ასე ვთქვათ აი რაღაცა პერიოდი დაუშვათ გადაცემაში მივედით ხო და გაიჩნდა ესეთი რაღაცა გაძლევთ 15-20 წუთს დაუშვათ ბითი მომწეს ამაზე დამიწერე ის აი პოტენცია მინდა სხვადასხვა აი არტისტების დაჯახება ბეთლის პონჩი რომ აი თუ შენ დაიწყებ მაგას რაღაცა პერიოდი მიცე და იქ ვინ როგორი ფლექსავებს ერთ ბიტზე რა დაუშვათ ერთმანეთის ლანძღვა კი არა ვინ რას აჩვენებს ვის რა შეუძლია იმ მომენტში დაწერილ თორე მე რომ აქ ორი თვე დრო და მე იმ ორ თვეში რას დავწერ და რამდენს გადავაკეთებ და ანუ ფაქტობრივად ფრისტაილის თემას გულისხმობ რა იმ მომენტში დაწერილი რა აი 15 წუთში რა შეუძლია რომ დაწეროს ვეშში ხო ასე ვთქვი აი მაგას თუ გააკეთე პირველი სტუმარი მე ვიქნები აქვე შევისნები რა ერთმა კარგმა ადამიანმა დადო ვიდეო პიპი საზმოში დავდე რომ მეთქი ესე თქო ჩაწერეთ და ჩემთან დაგაჯახეთ მეთქი რა ხო და მინდა რომ დავუშვათ პატარა 3-3 რაუნდი ბეთლის პონდები ოღონდ 11 კი არ დახოძოთ შეეჯიბროთ დავუშვათ ვის როგორი ფლოუ აქვს გამოთქმა სტილი და ასე შემდეგ და რაღაც ეგეთები მინდა და მეორე ადამიანი როგორც კი დადებს მეთქი ეგრევე ჩემთან პოდკასტში დაგაჯახებთ მეთქი რა და ნახოთ ეხა რა ვიცი ანუ შენ სრული გაქვს ხო და ეგ ერთი ადამიანი თუ არის აგერა ვარ მე მეორე და დავიწყოთ აი მეგობრებო რატომ არის პოდკასტები კარგი დამაჯახეთ რომელი არ ვიცი მაშინ ამისთვის საჭიროა ვიდეო ჩაწერო პატარა გამოვაქვეყნოთ პატარა ვიდეო გამოვაქვეყნოთ დავდოთ და მე ვიტყვით უკვე რომ აი მეორე კანდიდატიც გამოჩნდა თქო პირველ საზღვრში დავაგდოთ მოგიტყვა ხამსას და ყველასმან და დავაგდოთ ეგ თემა და ბაზარი არა ერთმანეთის მიმართ ესე თუ დამოკიდებულება არ იქნება ის რომ ხალხმა მაგალითად ჩემზე და შენზე ჩემო ძმაო აი რო ადგნენ და იკაიფონ ან ერთი რომელია და ან მეორე რომელიაო ამ რაღაცას თუ მოხსნით ამ ჩარჩოებს და იქნება ის რომ აუ ამან რა მაგარი გააძრო იმან რა მაგარი გააძრო მან შემოგევლოთ ჩემი თავი გვერდში პოდკასტში სხვანაირად ვერც იქნება იმიტომ რომ ვიჯდები საჯივით აქეთ-იქით იჯდებით და ჯიგლოთ შეუბერავს და ეხა თან თავის პრეზენტაციაცაა წარდგენაც არის ფაქტიურად და თან კიდე რა შეგიძლია როგორ შეგიძლია რანაირად შეგიძლია სხვათა შორის მე ცოტა სხვანაირად ფიქრობდი მაგრამ ეგ იდეაც ძალიან კარგია და მოყვარავ სიამოვნებით რომ იქვე რო უნდა დაწერო აი კაი პონტია ვიდრე აი დაწელი მოიტანე და ეგეც კაი მაგრამ იქვე რო წერ კიდე სხვა ისაა კი თემა ეგ იდეალური ვარიანტია ბევრი მიფიქრია სხვათა შორის მაგაზე რა და ეგ რაღაც რო იყოს სხვაობა აზრელი ბიტებით მოგვამარაგებს მითხრა რომ ბიტების ამბავი თუ დაგჭირდება სხვათა შორის არ ვიცი მაგ ბიჭის ბიტები სიამოვნებით მაკოფეიცი იმისი პანის კი მონასმენი მაგ ჩემიო კი, იმას პოდკასტში იძახდა მე მგონი მაგ მომენტში გაკრას და სახლიდან გავდიოდი ვერ მოვსმინე გულდასმით. მაგრამ გულდასმით გამიგებენო ყურდასმით. ყურდასმით ასე თქვა. არა, კარგია, თუ მოგომარეგებს მაგ მხრივ არაჩვეულებრივია. იმიტომ რომ ყველა მხრივ, ანუ ყველასთვის კარგი იქნება, ხელი ხელს ბანს და რაღაც სისტემა იქნება, რომ იმიტომ რომ იმისთვის კაი, ამისთვის კაი, იმიტომ რომ არტისტებისთვისაც კარგი, გადაცემისთვისაც კარგი და ზოგადად ყველაფერთვის კარგი იქნება. რა თქმა უნდა. ხალხისთვისაც კარგი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად შინაარსიანი გადაცემა გაქვს, მით უფრო უკეთესია რა. ესე იგი ბოლნიში რო ჩადიხართ, ან გინდა თბილისში რა მნიშვნელობა აქვს? წერ ვიდეოს ვაგდებთ PvP საზმოში. ვაწერთ რომ მეორე კანდიდატი გამოჩნდა. მე მაგ თემას ვაყომარებთ ერთმანეთთან ჩვენ სამივე როგორანაირად იქით ერთ დღეზე შევთანხმდებით, მოვალთ და დავწყებთ. ბაზარი არა. აი, ხალხო, ესეთები წდება. მოკლედ სიახლეები გვაქვს. შენც რა მითხარი? ნელ-ნელა რომ ბოლოსკენ გავიდეთ, მე ხა პირადად ძალიან მესიამოვნე ეს ყველაფერი ხა 1 საათი ისე გავიდა შევერც გაიგე დარწმუნებული. გავიდა უკვე. ხო, დარწმუნებული ვერ გავიგე. ხო, ეგრეა, იმიტომ რომ იქ ერთი 85 რუკი გადაარესტარტეს იქით. იმას კარგი ისა აქ 1 საათი წერს ხოლმე და დაახლოებით ხვდები ხოლმე და ახაც რო იწერება უკვე ხვდები და რა და როგორ არის და აი რამე ისეთი ხო არ არის მაგალითად რისი თქმაც გინდა ან დაუშვათ კითხვა არ დაგისვიდა დაუშვათ შენ თავის წარდგენის პონჩი ან რაღაცა და მაგალითად რომ დაგითმო და შენ დაუშვათ ისაუბრო დაუშვათ თუ რამე ბოლოსკენ იქნება გინდა რაღაცა თქვა მაგალითად
არა, არაფერი. რაღაცა გულში გაგიგნებ გინა ამოთქვა, რა ვიცი. არა, მე უფრო ვფიქრობ, რომ უნდა დავიტოვოთ რაღაცეები, სალაპარაკოთ, რომ 3, 4, 5 დღის და 1 კვირის და 2 კვირის მე რო შევხვდებით, კიდე რაღაც სალაპარაკო გქონდეს ასე ვთქვათ. თან უფრო მაგარ სიტუაციაში შევხვდებით უკვე დღეს ისე გამოვიდა ახლა რაღაც საუბრები, რომ უცებ შეიკრა რაღაცა ეს თემა და ასე გავაკეთოთ. არ იქნება პრობლემა. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ არაფერი ამე ისეთი სასაუბრო არ მაქვს. კარგი, მაშინ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ და კიდე ერთი თხოვნა, აუცილებელი თხოვნა, რომ ხო მაინც უყურებთ, არა, ლაიქი აუცილებელია რა. შეიძლება დავუშვათ არტისტი არ მოგწონდეს, შეიძლება რაღაცა ფორმატი არ მოგწონდეს, მაგრამ რეპის და ჰიპ-ჰოპის და ამ სისტემის და სტრუქტურის განვითარებისთვის ხო საჭიროა ეს ყველაფერი და ლაიქი მისცე რა. წამოდგე 1000 ნახულაკ და შედიხარ და 102 ლაიქი ან რაღაც ესე ხვდები? ხო. აი რა აბსურდია просто. ან თუ არ მოგწონს, რავი, არ ვიცი, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ეხლა როცა ადამიანი კაის ლაპარაკობს, მაგრამ როცა არ ილანძღება ადამიანი და არ იგინება. მაინდა-მაინც უნდა ვილანძღებოდეთ, კაც ეკლოდია. ეგ არის, აბა ეგ არის. აშიშვლები და უჯერთ ავილანძღებოდეთ, კაც რომ ლაიქები და სპონსორები წარმოვიდეს, ვერ დავიგეთო. თან ისეთ ტანზებაა რომ მე რო ეხლა ყველა საქმეს დაფასება ჭირდება რა და დამიჯერეთ კომპანიებს თუ არ გიწყვიტავთ ის 1000 2000 ხო რა ვიცი არსებობს ხალხი ვისაც თავის საქმე უყვარს და უწყვიტავს ბევრ რაღაცას ასე რომ კარგად დაფიქრდით შემოგარგებო საჭირო საქმეს მოხმარდება კი ადრე თუ გვიან საადამდე მივა ეს პოდკასტი და საადამდე წავა კაცმა არის ის და მე ისე არ მოხდეს რომ იქეთ დაგჭირდა მოდი ხელმა ხელი დაბანოს ასე ვთქვათ კი ბატონო ორივე კიდე პირი კი ბატონო აი ჩემი ხელი აი ჩემი ხელი კიდე ერთხელ დიდი მადლობა რომ ბოლნისიდან ჩამოხვედი კენაცვალი მე ვჭვი მაქვს რომ ჩვენ კიდევ მალე შევხვდებით მე ეგრე ვფიქრობ პატივისცემა ჩემგან შენ პატივისცემა შენს მაყურებელს ჩემს მსმენელს მოვიკითხა უფლის წყალობას გისურვებთ ყველაფერს საუკეთესო ცხოვრებაში და მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის რაც 13 წელია არავის არ გაუგეთებია გაიხარე აქ გოგონების ტაში უნდა აბა აპლოდისმენტები თუ ამთავრეთ აბა გოგონები აბა წავიდეთ ეგ არის ვერ გახვდი ლემიდან და თან თუ ხარებას ვისკი ვასვისა და ცვი მოკმედე იმდენივე ზუსტად ჩემს წინ დაუსვი თუ დასული ჩემს ხატას გაქცევასაც არ დაგაცდი და როგორიც ვარ თბილი ორი იმდენი ვარ მკაცრი მარცხი რამდენი ვიტანე და ავიტანე კიდეც ეგ არის ჩემი ყოფა ჩემი გენი და სიმტკიცე როცა მართალი ვარ წადე და შენი და ამტკიცე სწორი თუ გონია თავი ხასიათი განიმტკიცე ხო თან ასწეთი ვარ ბიძე მის მინე ბოლომდე რამდენი მოქვს ნანახი შენ გადასავდი სორომდე თუ ვინმე გიცნობს მასეთად და ალბათ მხოლოდ მე სანამ იმდენ სიზავს ბოლოს საკუთარ დავს გლოვობდე ვერ გახვალდი ლემიდან boy old school brother აი შტურები ხო ცალკე დავიტანე შენ ხე კაი სპონსორი კაი აპარატურა შენ პირშაქარი აბა ნა შენ პირშაქარი აი ბოლოს გამოჩდება რა ფერზე ვარ მოსული რა რა ფერზე თუ რა ფერზე ვარ მოსული და ხა მოდი მე თავს ვიქნებ იმიტომ რომ პირველი მეორე მესამე როგორც არის მე იქნა ჩავსვათ და გაქნება გამოქნევით აგაყოლებ თორება всё სექსი ხო დადუმებულებია ტელეფონი ყველას შენ ხო დადუმებულია კი так საიდან გავშ თავიდანვე მისცე წითელეითო თამაში დაიწყო იქ იმედია ჩავხდე ხო მე მგონი ხმა იყო იქ თუ ცო ჩავხდე რაღაც ხმა გავიგე ხო
და ერთი კიდე ახალი მესამე რაც. ტიკ-ტაკი არა. სიმღერის დროს არა. მე კიდე. ყოველი ჩაწეის დროს. Так, მესამე და სამართალი. მესამე. რაღაცა უფრო მეტი даже როიბაზეთ იმაზე. საუბრობს მაგაზე კიდე არ მეუბნებია, ამაზე ნერვული ხომ ისე ჩაწეის დროს რომ კარგად იყოს ხოლმე და ის შეიძლება ხოშიანად მოხო. მესამე. ის მოდა. რამდენზე შეგვიძლია მითხარი? რაო? რამდენზე შეგვიძლია მითხარი რომ შენ ჩამოვწე? იოს ეგრე. ო შეგენაცვალე შენმა გამჩენმა გაიხარს. გაიხარეთ მადლობა. უი, ყავაც გამიგეთე, მომეცე მაგასაც დავუვე. Вообще კომფორტში вообще. ეგ აღარ მახსოვდა. თუ გადამეკცა ესპერე ყოველდღიურად თუ მეკცა. რაგაცი ვიყავად, ხელი გაიქნებოდა. წავედით? ვართ.